მეგობრებო სალამი, გიბრუნდებათ კინო ამბები თქვენს კინო კი არა და ჩვეულებრივ ეკრანებზე, smartphone-ებსა თუ ტელევიზორებზე. დიახ, ეს არის პოდკასტი კინო ამბები, წინა არ იყო კინო ამბები, წინა იყო უბრალოდ ფილმის განხილვა. ამიტომ არ იფიქროთ, რომ თუ იფიქრეთ, რომ ამ კვირაში კინო ამბები აღარ იქნება, რახან წინა ვიდეო, ამ კვირაში ვიდეო უკვე დავდე. ძალიანაც შეცდით მეგობრებო, თუმცა დღეს 1 საათიან გადაცემას ვერ დაკვირდებით, იმიტომ რომ მანდა მაინც კინო ამბებით დახუნძლული კვირა არ ყოფილა გასული კვირა. ამიტომაც დღეს მოკლე კინოები გვექნება, თუმცა არანაკლებ საინტერესო. სანამ დავიწყებ, სანამ საქმეზე გადავალ, ტრადიციულად მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ კინომოყვარულ მეგობრებს, დააკომენტარეთ თქვენი აზრი, ძალიან საინტერესო იქნება თქვენთან არის ხოლმე თქვენთან დისკუსია. იშვიათად ვითხოვდი ხოლმე დალაიკებას, გამოიწერას და ამ ყველაფერს ზოგადად, რაც დავიწყე YouTube-ერობა, სულ რაღაცნაირად მეხამუშებოდა და არ მსიამოვნებდა, მაგრამ მე დავამუღამე, რომ აქვს ამას მნიშვნელობა, ალბათ, არ ვიცი, ამით მეტი გამომწერი არ მემატება მე და არც ნახვები და არც ლაიქები, იდეაში იგივეა, ნაკლები თუ არა. მაგრამ რაც არის. ხო, კიდევ ერთი ამბავი სანამ რჩევებზე გადავალ. როგორც ყველა კრეატორი აკეთებს, მეც ავყევი ამ მოდას და გავაკეთე Kissas აკაუნთი. მე როგორც ხედავთ, ღვთისწყალობით და რაღაც სწორ ხალხთან გადაკვეთით ის აპარატურა, რაც საჭიროა, რომ ხარისხიანი ვიდეოები გადაიღო, ეგ მაქვს, იქნება ეს ჩვენიერ მიკროფონი, კამერა, განათება, არც ერთი არ არის ჩემი, რა თქმა უნდა, ანუ საერთოდ აქ რასაც ხედავთ კადრში და კაცს მიღმა რასაც ხედავთ, ტანსაცმელის და საკუთარი სხეულის გარდა არაფერი არ არის ჩემი და ტელეფონი აგერ მიდევს, აი ესაა ჩემი. всё, დანარჩენი ყველაფერი იმ ადგილის ფლობელებისა, სადაც ახლა ვარ იდეაში, სტუდიაში. ხო და თუ ჩემი ხარდაჭერა გსურთ, ამისთვის გავაკეთე Kissas აკაუნთი, იქ დონატების მისა რა აკაუნთია, სადაც ადონატებ, თუ დონატებ თქვენს საყვარელ კრეატორს. მინიმალური ზღვარი არის 2 ლარი და რავი, ანუ თუ გსურთ, თუ ეგეთი ფორმით თუ გსურთ ჩემი ხარდაჭერა, სიამოვნებით. რამე საინტერესო კითხვა, კომენტარი თუ ნებისმიერი ტექსტი, თან სულაც ტექსტიც არ დაწეროთ, რაც თქვენს გულს გაუხარდებათ, ის დაწერეთ, გამომიგზავნეთ და მე გამოგაცხადებთ ასე ვიდეოებში ხოლმე. არ დამეზარება და კითხვებსაც ისე სრულ დეტალურად მოპასუხებთ, გულისყურით იმას ვიზამ, რა ქვია, მივაქცევ ყურადღებას ყველაფერს მოკლედ. ოღონდ ეს არ იფიქროთ, რომ რაღაც მოწოდება და რა მსგავსი, არა, უბრალოდ რავი, თუ თქვენ ჩათვლით საჭირო, თუ თქვენ გექნება ზედმეტი ხურდა, რაც ამ ქვეყანაში მანდა მაინც პოპულარული რამ არ არის. მაგრამ თუ გექნებათ, სიამოვნებით, პრობლემა არ არის. არ იფიქროთ, რომ ამით ახლა ჩვეულებრივ კომენტარებს მოვაკლებ ყურადღებას, არა. რა თქმა უნდა, არა, იგივე კომენტარს ასაც დაადონატებდით, უბრალოდ თუ დაწერთ, უბრალოდაც გიპასუხებთ დიდი სიამოვნებით. ანუ პრობლემა ეგ საერთოდ არ ფშვაში არა. უბრალოდ ასეთი ფორმით შემხარდაჭერა თუ გსურთ, არის ამისთვის Kissas აკაუნთი, სადღაც აქ იმას იზამს, რა ქვია, გამოჩნდება, იქნება კომენტარში. კი არა და აღწერაში ლინკი და აბა თქვენიც თუ რო გითხრათ ცოტა მერკანტილური კაცი გამოჩნდები, მაგრამ გადავიდეთ მოკლედ ეს გითხარით, ეს ინფორმაცია მოგაწოდეთ და გადავიდეთ რჩევებზე. ორი რჩევა ტრადიციულად. პირველი რჩევა. ბრაიან დე პალმა მოგეხსენებათ ჩვენთან ცნობილია როგორც ნაიარევის სახის რეჟისორი, თუმცა ძალიან დიდარი ფილმოგრაფია აქვს სინამდვილეში და ძალიან ბევრი მსახიობს უთამაშია მასთან, მათ შორის ისეთ მსახიობებს როგორც მაგალითად ჯონ ტრავოლტა და ნენსი ალენი, რომელიც მასთან თამაშობენ ფილმში Blowout-ი, რომელიც შთაგონებულია მიქელანჯელო ანტონიონის ფილმით ფოტო გადიდება. სიუჟეტი არის ასეთი. ხმის ჩამწერ კაცს დაავალებენ, რომ ჩაწეროს ძალიან ისეთ დამაჯერებელი კივილი, ქალის კივილი, რომ ჩაწეროს ჰორორისთვის. დადის და თან ქარის ხმა რო ჩაწეროს რა, კარგი და დადის, სადღაც შევა უცბად რომელიღაცა პარკში, უცბად ხიდზე ავა, ქვემოთ ტბა და უცბად ჩაწერს ხმას იმის თუ როგორ გადაეჩეხება მანქანა ტბაში. ამ მანქანის ძღოლი კაცი გარდაიცვლება, თვითონ ჩავა გადაარჩენს ქალს, რომელიც მის გვერდით იჯდა, ქალი გადარჩება და ამ კაცს ტრავოლტას პერსონაჟს გაუჩნდება ეჭვი, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა, არამედ ეს იყო განზრახ-მკვლელობა. ჩვენ გვაქვს კაცი, მკვდარი, ჩვენ გვყავს გადარჩენილი გოგო,
ჩვენ გვაქვს მანქანა, რომელიც გადაიჩეხა ტბაში და ჩვენ გვაქვს განზრახ-ყლელობის ეჭვი. ეს ყველაფერი ერთად შემდეგ უფრო და უფრო საინტერესო ინფორმაციად გაიშლება და საინტერესო ამბავი განვითარდება 1991 წლის ფილმში Blowout. აუცილებლად უყურეთ, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ, განსაკუთრებით plot twist-ით და განსაკუთრებით შემდეგ რაც ვრცელდება. აქ ეს სხვადასხვა ტარანტინოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმია და მათ შორის ჩემის პრინციპში ძალიან მიყვარს ეს კინოსურათი. და ბრაიან დე პალმა ჩვენი ქართველი მაყურებლებისთვის საკმაოდ ისეთი აღმოუჩენელი რეჟისორია, რამდენადაც იგივე შემიძლია ვთქვა სერჟიო ლეონეზე, თუმცა სერჟიო ლეონე უფრო ცნობილია ჩვენთან ორი ისეთი შედევრი აქვს, რომ თვალებს ვერ დახუჭა და დანარჩენები მაინც უფრო კონკრეტული ჟანრის მოყვარულებისთვის ცნობილია და იგივე შემიძლია ვთქვა ბრაიან დე პალმაზე, რომელიც არ გამოირჩეოდა სუპერ ხარისხიანი ფილმებით, გულისხმობ A კატეგორიის ფილმებით რა, ძირითადად უფრო დაბალ ეშელონში იღებდა ხოლმე, მაგრამ რასაც იღებდა ყველაფერი ისეთი კარგი და წარმატებული. მაგალითად სტივენ კინგის პირველი წიგნის ეკრანიზაცია ბრაიან დე პალმასია, ქერი. მაგისა ნენსი ალენი თამაშობს მან მთავარ პერსონაჟს, ხო და მოკლედ ბრაიან დე პალმა Blowout-ი 1991 წელი ჩაუჯექით, ისიამოვნებთ ძალიან მაგარი დეტექტივი, თრილერი და დეტექტივი თრილერი რა. შემდეგი რჩევა სტუდენტი ჯეფრი შემთხვევით მინდორზე აღმოაჩენს მოჭრილ ყურს და მე გაარკვევს, რომ ეს მოჭრილი ყური კრიმინალური ამბის შედეგად იქნა მოჭრილი, დაინტერესდება ამ ამბით და დაიწყებს გამოკვლევას. მას ყავს დაურდომილი მამა, რომელიც საავადმყოფოშია და სიკვდილის პირასაა ლამის, რომელსაც უნდა მოუაროს, მაგრამ ის გადაწყვეტს, რომ აი ამ ისტორიის ნაწილი იყოს, აი მოჭრილი ყურის მისტერიის ნაწილი იყოს და დაჟე მოინდომებს, რომ ამ ისტორიის მთავარი გმირი იყოს. და სულ დაივიწყებს მამას და აი ამ გასაჭირს. ის ამ ისტორიას გაექცევა, რათა აი ამ კრიმინალურ ისტორიაში მიიღოს მონაწილეობა და ეს არ არის სპოილერი, რა თქმა უნდა, ეს დასაწყისია. ამიტომ არ იფიქროთ, რომ ამით რამე დამთავრდა და მithomet არ იფიქროთ, რომ რამე გასაგებია, იმიტომ რომ ის ლინჩის ფანი მითხართ, ყველა მიხვდით ახლა რა ფილმზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ეს არის ფილმი ლურჯი ხავერდი, Blue Velvet-ი, სადაც თამაშობენ იზაბელა როსელინი და კაილ მაკლახლენი. იზაბელა როსელინი, რომელიც მაგ დროს დევიდ ლინჩის შეყვარებული იყო და კარგი პერიოდია ეს ლინჩის კინოს და ზოგადად ლინჩზე ისე მოხდა, რომ ამდენი ხანია კინოზე პოდკასტი მაქვს და ლინჩი საერთოდ პირველად ვახსენებ, მგონი. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ საქართველოში კინომოყვარულებში ყველაზე დიდი სექტა, ბოდიში სექტად რომ მოგიხსენიეთ, მაგრამ ეგრეა. ყველაზე დიდი სექტა მაინც ლინჩომანები არიან ვიდრე ტარანტინოს მოყვარულები, იმიტომ რომ ტარანტინოს მოყვარულები როგორც წესი ზოგადად არ ინტერესდებიან ისე ძალიან კინოთი, გულისხმობ აი კინო, სამყაროთ კინოს ისტორიით, როგორც ლინჩომანები, მაინც ლინჩომანები ცალკე რამაა, ცალკე განხრა და ისეთი კარგი, ცოტა განაცუდია, ცუცებს არ გულისხმობ. მე თვითონ ვიყავი რაღაც პერიოდი ლინჩომანი, მე უბრალოდ ცოტა გადამიარა. მაგრამ ლინჩი მაგარია, ლინჩზე ცალკე ვიდეოს ჩაწერა ღირს, დამიწერეს კიდეც არაერთხელ, რომ ლინჩზე ჩამეწერა რამე და ლინჩის ფილმოგრაფიაზე რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან არხ მეთოდზე რა თქმა უნდა იყოს ერთი სერია მიძღვნილი მხოლოდ ლინჩის ფილმოგრაფიას. ორი რჩევა Blowout-ი, ლურჯი ხავერდი, შემოვიფარგლეთ დღეს ამერიკული კინოთ, როგორც პრინციპში ძირითადად ეგრე ვაკეთებ ხოლმე და გადავიდეთ კინოამბებზე. როგორც მოგეხსენებათ, ამ წლის ზაფხულს, კონკრეტულად ივლისში უნდა გამოვიდეს ქრისტოფერ ნოლანის ოდისეა, ჰომეროსის უბერებელი კლასიკის, იმ ერთ-ერთი 50 წიგნთაგან, რომელიც უნდა წაიკითხოს, სანამ ცოცხალი ხარ, იმიტომ რომ მე გაგიჭირდება წაკითხვა ამ პოემის, პრინციპში პოემის, ეპოსის ეკრანიზაცია გამოდის, ნოლანია როგორც გითხარით რეჟისორი და ეგ არ არის ახალი ამბავი და ამ კვირას მით უმეტეს ამის შესახებ ხალხს ამ კვირას არ გაუგია, დიდი ხანია უკვე ცნობილია, ცხადია. მაგრამ გასულ კვირას გავიგეთ, რომ თურმე ამ ფილმში ტრევის სკოტიც ითამაშებს. არ არის ახალი ნოლანისთვის მუსიკოსები ათამაშოს თავის ფილმებში, იქნება ეს დევიდ ბოუი, რომელიც ტესლას თამაშობდა, ჰარის ფილმში პრესტიჟი,
ჰარი სტაილსი, რომელიც დიუნკერკში თამაშობდა და სხვათა შორის არ თამაშობდა ცუდად, მიუხედავად იმისა, რომ ჰარი სტაილსი მარველში მაგალითად თამაშობდა თანოსის კი არა და თუ თანოსის ძმას თუ იმის ძმას ოქროს კაცი რო იყო იმის ძმას თამაშობდა მგონი თუ ან თანოსის ძმას არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ნუ მე აღარ გაგრძელდა მისი სიუჟეტური ხაზი რატომღაც, მაგრამ დიუნკერკში არ იყო ცუდი სხვათა შორის. ნუ ბრიტანელებზე იყო სიუჟეტი და ათამაშა ბრიტანელი გაკრას, ჰარი სტაილს ხო ბრიტანელია და ნოლანის თვითონ ბრიტანელია და ახლა ტრევის სკოტი ათამაშა, რომელიც გაუგებარია ვის თამაშობს. თუმცა მე ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება თვითონ ჰომეროს თამაშობს, უბრალოდ ან ორი ვარიანტი მაქვს, მე ან თამაშობს დელფოსის ორაკულს წინასწარმეტყველს, იმიტომ რომ ცოტა მომეჩვენა რომ ბრმა ამან ტიზერში, სადაც გამოჩნდა. ან მეორე ვარიანტია თამაშობს მოხეტიალე პოეტს, რომელიც ამ ამბებს ყვება. ან რაღაც ნებისმიერ ამბებს ყვება და ხო არის თეორია, რომ ეს ჰომეროსი თვითონ არ არსებობდა ერთი კაცი, ნუ ბრმა იყო, მაგაზე არ ვდაუთ, მაგრამ ანუ არის თეორია, რომ საერთოდ არ არსებობდა და თვითონ ეს ჰომეროსი ნიშნავს რაღაც მოხეტიალე პოეტს თუ რაღაც ეგეც რა, ტრუბადურის მსგავს, თუმცა ტრუბადური უფრო გვიანდელი შუა საუკუნეების თემა, რა ვიცი, მენესტრელი თუ რაღაც ეგეთი რა, მოკლედ მოხეტიალე ტიპი, რომელიც თან ამბავს ყვება და თან ამას აკეთებს პოეზიის ფორმაში და ალბათ ტრევის სკოტი ან ერთი თამაშებს ან მეორეს უფრო ახლოსა ამასთან რა თქმა უნდა პოეტის როლი რომელიც ნუ თვითონაც ხელოვანია და მაგიტო და ნოლანის და ტრევის სკოტის ასე ვთქვათ ურთიერთობა პირველი ინტერაქცია ასეთ პირველი არ არის რა თქმა უნდა ამ ფილმში იმიტომ რომ მანამდეც ჰქონდათ გარკვეული ურთიერთობა ნოლანს ევასება თვითონ ტრევის სკოტის მუსიკა ტენეტში მისი ერთ-ერთი საუნდტრეკა ტრევის სკოტის საუნდტრეკი გვევლინება განსაკუთრებით ნუ ბოლოს არის მის ტიტრების დროს არის მის საუნდტრეკი და ასევე ტრევის სკოტის ფრენჩაიზი ფილმი რო გამოვიდა მის ალბომს მიმზღვნელი ფილმი გადაღებულია IMAX-ის კამერაზე, ანუ იმენა ფილმ კამერა რაც არის რა, ანუ დიჯიტალ კამერა კი არა. და ნოლანმა შეაქო ამ ფილმის გადაღება და ნუ ტრევის სკოტი და ნოლანი რო რაღაც ერთად რაღაცას გამოაცხობდნენ ახალს, იყო პრინციპში მოსალოდნელი, მაგრამ ახლა თლად რო ოდისეაში ათამაშებდა ტრევის სკოტს, ეგ ცოტა ისეთი თემა იყო, მაგრამ ნუ ნახოთ როგორ იქნება. მე ეჭვება რამე მნიშვნელოვანი ძალიან როლი ქონდეს, ალბათ ძალიან ეპიზოდური როლი ექნება, მაგრამ მაინც გონია რომ ან ორაკულს ითამაშებს, ან პოეტს ითამაშებს. აი ეგეთი წინათ გრძნობა მაქვს მე და ერთი შავკანიანიდან მეორე შავკანიანზე გადავიდეთ. ოდისეაში ელენე მშვენიერს ითამაშებს შავკანიანი მსახიობი ლუპიტა ნიონგო თუ ნიონგი თუ ამოვაგდა თუ არასწორად დავწერა ტექსტად გამოჩნდება. ეს მსახიობი ჩვენთვის ცნობილია როგორც შავ პანტერაში ვაკანდის ერთ-ერთი მაცხოვრებელი და ნუ შავი პანტერის ბანდის ერთ-ერთი წევრი და ასევე გახდება ჩვენთვის ცნობილი როგორც პირველი შავკანიანი ელენე მშვენიერი. ამაზე რა თქმა უნდა ბევრს დიდი აჟიოტაჟი ექნებათ და აქვთ ისეც, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ელენე მშვენიერი არ არის მნიშვნელოვანი პერსონაჟი ოდისეაში, რა თქმა უნდა, მთლიანი მოვლენებისთვის ელენე მშვენიერია საერთოდ გამჩაღებელი ამ მთელი ისტორიის, რა თქმა უნდა, მაგრამ ილიადაში თუ ის რაღაც ცენტრალური პერსონაჟია, ოდისეაში არის ოდისევსი, არის პენელოპე, არის ტელემაქე და ანუ ამათ ირგვლივია ყველაფერი და დანარჩენი პერსონაჟები, ნუ ეპიზოდურად თუ გამოჩნდებიან და ოდისევს თამაშობს მეტ დეიმონი, ჩემი აზრით ჩვენიერი კასტი, პენელოპეს თამაშობს ენ ჰეტუეი, აი რავი, ალბათ აი დედის როლში ენ ჰეტუეი თან ისეთ დედის რომელსაც ну ძალიან ცუდი რაღაცები ემართება ოდისეის ისტორიაში როგორც ეგრე ძალიან ცუდი რაღაცები ემართება პენელოპეს და ძალიან ცუდი რაღაცების გადატანა უწევს განსაკუთრებით იმიტომ რომ მისი ქმარი იტაკის მეფე წასულია სადღაც და მარტოა დედოფალი და საქმრო უნდა რა თქმა უნდა იმიტომ რომ მისი ქმარი 10 წელი არ არის იქ და რა თქმა უნდა ეძებენ ჩნდება პოტენციური საქმროები რომლებიც ცდილობენ რომ ცოლად მოიყვანონ და მოირჯულონ უბრალოდ პენელოპე და ეს ისტორია რა თქმა უნდა ტელემაქე როგორც ცდილობს მის დაცვას მამის პოვნას ძალიან მაგარია მოკლედ ძალიან მაგარი ძალიან კაი მოლოდი ტელემაქეს თამაშობს ტომ ჰოლანდი ჩემი აზრით კასტი აი ეს სამი მთავარი კასტი მშვენიერია ცოტა რასისტული რეაქციები ჰქონდა რა თქმა უნდა ლუპიტას აყვანას ელენა მშვენიერის როლზე რაც ძალიან გასაგებია იმიტომ რომ ელენა მშვენიერი ჰომეროსთან აღწერილია როგორც
ქალი რომლის გამოც ომი გაჩაღდა და აი ისეთი ძალიან ისეთ უნივერსალური სილამაზის მატარებელი და არაფერს არ ვუწუნებ ლუპიტას, რა თქმა უნდა. არ მიყვარს ზოგადად სახიობებს ცოტა გარეგნობას რო უწუნებენ, მით უმეტეს, ანუ მე როგორც კინომიმომხილველი და კინომცოდნეთ ჩემი მხრიდან ცოტა უტაქტობა იქნება, რომ აი სხვა მსახიობის, აი მენა გარეგნობა, სუბიექტურად რაღაც გარეგნობა შევაფასო, არ იქნება ჩემი მხრიდან ლამაზი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მე თვითონ თითქოს დამღეჭეს და გადმომაფურთხეს, მაგრამ ლუპიტას ასეთი განცდა მაქვს, რომ ჩემი აღქმით, რომ ის დამრტყმელი სილამაზე არ აქვს, აი რომ შოქში რო ჩაკაგდებს, აი რომ გამოირჩევა 1000, აი რო შეხვიდე სადმე ოთახში 1000 ადამიანი რო იყოს, აი იმერც რო დაინახო მხოლოდ ლუპიტას ეგეთი სილამაზე არ აქვს, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან საყვარელი ქალბატონია, ძალიან ისეთი ეშხი აქვს და რა თქმა უნდა პოტენციალი აქვს, რომ კარგად შეასრულოს მისი როლი და ორიგინალურად. თუმცა ჰომეროსთან ელენა მშვენიერი თეთრია, თუ არ მეშლება. თუ მეშლება, რა თქმა უნდა, აქ ამოვაგდებ ახლა ტექსტს, სადაც ვაზუსტებ, რომ მე სრული იდიოტი ვარ, მაგრამ მე ეგრე მახსოვს ილიადაში ეგრეა აღწერილი, რომ რაღაც მის გამო 1000 გემი დაეჯახება ერთმანეთსო თუ რა ომი დაიწყება და ეს ყველა ესეთი ლამაზია და ესეთი შვენიერი ქალია თუ რაღაც ეგრეა აღწერილი და რა თქმა უნდა თანდაყოლილია რომ თეთრია რა. მაგრამ თუ ვინმეს არ მოგწონთ ლუპიტა ახლავე არ მოგწონთ და უარს ამბობთ რომ უყუროთ ოდისეას, იმიტომ რომ შავკანიანი ელენა მშვენიერი რაც მესმის, აბსოლუტურად მესმის და გასაგებია, რომ თქვენ ეს შეიძლება არ აღიქვათ რასიზმად და ნუ თქვენი გადმოსახედიდან და პრინციპში ჩემი გადმოსახედიდანაც გასაგებია, იმიტომ რომ აქ ის თემა კი არა რომ შავკანიანი, აქ ის თემაა რომ თავდაპირველადვე თეთრკანიანი პერსონაჟი, რომელიც მთელი ისტორიის განმავლობაში ადაპტირდება კინოში როგორც თეთრკანიანი, უცბად ხდება შავკანიანი და ეს გამაღიზიანებელია, ბუნებრივია. თუმცა სამართლიანობისთვის იგიც ვთქვათ, რომ სითეთრე არ განსაზღვრავს ამ პერსონაჟის ასე ვთქვათ, სიუჟეტურ ღირებულებას. მის სიუჟეტურ ღირებულებას განსაზღვრავს მისი სილამაზე და არა მისი კანის ფერი. ეს უკვე სხვა თემაა რა. ელენა მშვენიერის მთავარი დატვირთვა და ის სიუჟეტური ძრავა მისი არის ის, რომ ლამაზია, მშვენიერია და არა ის, რომ თეთრია. ამიტომ ვერ მიედავები რა ნოლანს, რომ მან შავკანიანი დასვა როლზე და იგის თან გავითვალისწინოთ, რომ ეპიზოდური როლია და ვინც წუხდება ამით და ჩემთვის გასაგებია ეგ წუხილი კიდევ ერთხელ ვამბობ, სლად ეგრე ნუ შეწუხდებით, რავი, ერთი ეპიზოდურია, დიდხანს არ გამოჩნდა, მე მეორე უყურე 2004 წლის ვოლფგანგ პეტერსენის ტროას, სადაც დიან კრუგერი თამაშობს, რომელიც ნუ რავი, არანორმალური სილამაზის ქალბატონია, უყურეთ 50-იანების რობერტ ვაისის ფილმს ელენა ტროელი, სადაც თამაშობს როზეტა ღმერთს გვარი დამავიწყდა, როსეტა იტალიელი ქალბატონი, რომელიც აი ძალიან ლამაზი. დავგუგლო გვარი არსებობს, უნდა ძალიან გამიტყდება ახლა, იმიტომ რომ როსანა პოდესტა, ჩაწერილი მქონდა დაჟე რო არ დამოვიწყდეს მეთქი და მაინც დამოვიწყდა როსეტა არა, როსანა პოდესტა, ძალიან მაგრად თამაშობს იქ და მაგარი ქალია მოკლედ რა. დაიანა კრუგერიც მშვენიერია და ანუ ლუპიტას არაფერს არ ვერჩი და არაფერს არ ვუწუნებ. უბრალოდ გასაგებია, რომ ძალიან ამოვარდნილია ლოგიკიდან, ბუნებრივია. თუმცა მივცეთ შანსი, მე მაგაზე მეტად ვიწუნებ ზენდაიას, როგორც ათენას, ოღონდ არა იმიტომ, რომ შავკანიანი, ნუ სხვა რასის წარმომადგენელია, ვიდრე მე ათენას წარმოვიდგენდი, მაგრამ ეგ არაფერს შეერა, უბრალოდ ათენასგან უნდა მოდიოდეს ცოტა დარბაისლობა, ცოტა ხასიათის სიმძიმე, ცოტა ქალური ეს სერიოზულობა და ზენდაიასგან არც ერთი, არც მეორე და არც მესამე არ იგრძნობა და არც ერთ მის როლში არ იგრძნობა. თამაშობდა ეგოგო დრამატულ როლებში, მალკოლმი და მერი ეგრე ქვია მგონი. სხვა დრამატულ როლებში ყოფილა დიუნში თუნდაც, მაგრამ არც სად არ არის ეს გოგო დამაჯერებელი ეგეთ ამპლუაში. და აქ ათენას როგორ შეასრულებს არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, თუმცა შარლის ტერონი როგორც კირკე ძალიან მაინტერესებს, მიაგოთიც საინტერესოა, ჯონ ბერნთალიც როგორც მენელაოსი თუ არ მეშლება, აგამემნონს ბენსაფტი თამაშობს, ძალიან, ნუ კარგი კასტია მოკლედ, არ არის, დასაწუნი კასტი არ არის და ახლა ლუპიტას ვინმეს თუ არ მოწონს, რომ შავკანიანია აქ ელენა მშვენიერი, უყუროს ტროას, ვოლფგანგ პეტერსენის 2004 წლის დატკბეს დიანა კრიუგერით და მართლაც
უნდა დატკბედიან კრიუგერის სილამაზით და მის პერსონაჟით და მის თამაშით და აღიქვას ოდისეა როგორც სიკველი. და ის ელენა ტროელი საერთოდ ლოპიტას ელენა ტროელი საერთოდ დაიკიდოს არ გონია დიდხანს გამოჩნდეს ეგ ქალი იმიტომ რომ ოდისეას ისტორია ისაა რომ კაკრას ეგ ომი დამთავრდა საწყალი ოდისევსი მარტოა 10 წელი ცდილობს საკუთარი ითაკა სახლი იპოვოს ამა წლის განმავლობაში ხან ციკლოპს გადაეყრება ხან სირენებს გადაეყრება ხან კალიფსოს გადაეყრება ვის არ გადაეყრება მოკლედ და დაბრუნდება ბოლოს და spoiler alert მიხვდებ ნახავს რომ მის სახლს დედა აქვს ნატირები პენელოპე რავი ტერორიზებულია განადგურებულია ცოცხალია მაგრამ არც თუ ისე კარგ მორალურ მდგომარეობაში ტელემაქე საერთოდ გაგიჟებულია კაცი მამა არ უნახავს 10 წელია საერთოდ სადაა რა შვება კაცმა არ იცის უცბად დაბრუნდა ეგაა სიუჟეტი ოდისევსის და ეს ამბები ხდება ამ ოდისეაში მაქვს მოლოდინი რომ ყველას გადაობა ის იყო რომ როცა ჩაწერ ქრისტოფერ ნოლან ოდისეი და Google-ში სცენარისტებში წერია ქრისტოფერ ნოლანი და ჰომეროსი ეს არის ძალიან კაი რო გავა რაღაც 500 წელი რო გავა და ჰომეროსის შესახებ რო არაფერი არ იცის ადამიანმა ვინმე მერვე კლასელმა ან მეშვიდე კლასელმა და უცბად რო დაგუგლავს ამ ფილმს 500 წლის წინანდელ ფილმს და ნახავს რომ ერთ სცენარისტის ჩვეულებრივი ფოტო აქვს და მეორე სცენარისტის ქანდაკება ანუ ძალიან მაინტერესებს რა აზრები დაიბადება მის თავში ეს ცოტა ისეთი საინტერესო იქნება და ხო ანუ არგუმენტად ვინც მოიყვანთ იმას რომ ოდისეა ილიადა ისტორიული ნაწარმოებია და ელენე მშვენიერი ისტორიული პიროვნება ჯერ ერთი ანუ ელენე მშვენიერი რომ არ არის ისტორიული პიროვნება ეგ ცხადია მაგრამ რა თქმა უნდა ამ მაგ პერიოდზე ბევრი ისტორიული წყარო რახან არ არის ჩემი დილეტანტური ცოდნით რახან არ არის რა თქმა უნდა ჰომეროს ზოგჯერ იყენებენ ისტორიულ წყაროდ თუმცა არა პირდაპირ ასე უბრალოდ კი არა რომ აქ ასე წერია და всё არა მაგრამ რავი იმ შლიმანმა ხო გამოიყენა ილიადა ისტორიულ წყაროდ და მართლა აღმოაჩინა ტროა ხო ანუ ხო ეგრე იყო და შესაბამისად რაღაც პონჩი ისტორიულ თემაში შეიძლება ჰომეროსის ეს ორი ტექსტი ავიღოთ მაგრამ ანუ ხალხო ელენე მშვენიერი ვისაც მოყავთ ისტორიულ ტიპად მაგალითად ამას იყენებთ არგუმენტად რომ ის არ შეიძლება იყოს შავკანიანი ელენე მშვენიერის მამა არის ზეუსი გადაიქცა ჩიტად ქალთან მივიდა ჩასახა მასში ელენე მშვენიერი და თქვენ აგონიათ იმ ქალმა იმშობი არა იმ ქალმა კვერცხი დადო ეგრე დაიბადა ელენე მშვენიერი ანუ ეგაა მისი ისტორია დაბადების და ახლა თქვენ ამიხსენით ამის მერე ეგ ქალი შავკანიანი იქნება თეთრკანიანი იქნება იასამნისფერკანიანი იქნება რა მნიშვნელობა აქვს ანუ თავარია რომ მისი სიუჟეტური ღირებულება რაც არის რომ ის არის მშვენიერი ეგ შენარჩუნდეს და მშვენიერი საქმე ძალიან სუბიექტურია რა თქმა უნდა თუმცა აქ სამართლიანობისთვის მე დავამატებ იმას რომ მისი მშვენიერება უნდა იყოს არა უბრალოდ სილამაზე არამედ საყოველთაო ის აურა და ეს რაღაც მე თვითონ მოვიგონე ეს ორი სიტყვა შეთანხმება მე მგონი აქამდე ამ სვენიარს და დამრტყმელი სილამაზე რა რუსულად როგორც იტყვიან სნოქში ბაწელნი ქართულად როგორ თქვა ეგ უბრალოდ არ ვიცი რა აი როგორი დიან კრუგერს რაც აქვს პრინციპში რაც ქონდა ამ ქალს და რის გამოც სხვადასხვა ბევრი ჰოლივუდში ბევრი რეჟისორი იწუნებდა მას იმიტომ რომ თვლიდა რომ ზედმეტად ლამაზია და მაგითო ბევრ ფილმში მას ვერ ვნახავთ ხო დიან კრუგერს გარდა ანუ ტროას მერე ითამაშა ტარანტინოსთან და მშვენივრად ითამაშა და პრინციპში სხვაგან დიდ როლში არ გვინახავს და მართლაც აქვს მაგ ქალს ეს სილამაზე აი ეგეთი ძალის სილამაზე რომ შეხედავ და ვაუ ეფექტი რო გაქვს და ნოლანის მიერ არჩეულ მსახიობს აი ეგ არ აქვს თუმცა გააჩნია რა ანუ ვიღაცისთვის შეიძლება აქვს ვიღაცისთვის შეიძლება არ აქვს მე უბრალოდ ჩემ მოსაზრებებს აღწერ ძალიან გულწრფელად ვცდილობ რა თქმა უნდა ზომიერ ძილობიან ფარგლებში თქვა ეს ყველაფერი რომ ჩემი მხრიდან რაღაც ვულგარული შევამრბილე არ ვიცი ბოლოს ანუ ვულგარული რო არ გამოჩნდა რაღაც ქალის სილამაზეზე ლაპარაკი არ მიყვარს ზოგადად ადამიანის გარეგნობაზე ასე ლაპარაკი და დაწუნება მით უმეტეს საჯაროდ ძალიან არ მიყვარს არ მოსულა ამიტომ მე პირიქით კარგი მოლოდინები მაქვს ნოლანისგან ნოლანს ვენდობი მიუხედავად იმისა რომ მის არც ოპენჰაიმერის მოყვარული არ ვარ მით უმეტეს ტენეტის მოყვარული არ ვარ ნოლანი მიმაჩნია დიდ რეჟისორად რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე კინოს
თვის, როგორც ინდუსტრიისთვის, ყველაფრისთვის საერთოდ კინოს რაც ეხება ნოლანი ძალიან დიდი მნიშვნელობის და ღირებულების მატარებელი, ამიტომ მის წარმატება ავტომატურად ნიშნავს კინოს წარმატებას და კინოს წარმატება, ვისაც არ უნდა ცუდი ხალხი ხართ თქვენ. და მე მინდა კინოს წარმატება. და ამიტომ დღეისთვის მორჩა კინო ამბები დაგემშვიდობებით მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ქისა გავაკეთე. თუ გსურთ ჩემი ფინანსური მხარდაჭერა მინიმალური არ გაიწელოთ, არც გაიწელებით ვიცით ახლა არ მყავს ეგეთი აუდიტორია, მე რომ რაღაც გაგეთ, მაგრამ დაუშვათ 1-2 ადამიანი ეგეთ თუ ხართ, ანუ ჩემთვის არ გინდათ ეგრე რაღაც მინიმალური საკმარისი იქნება, არ მაქვს ეგ საჭიროება ჯერჯერობით და ღვთისწყალობით რაღაც ეს ყველაფერი რაც არის აქ ასე დარჩება და დიდხანს გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ, რომ დაალაიქოთ, რომ გააზიაროთ, რომ დააკომენტაროთ და თუ თქვენთან დღეა, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, თუ თქვენთან საღამოა, მშვიდობიან საღამოს, თუ თქვენთან ღამეა, მშვიდობიან ღამეს და თუ თქვენ ახლა გეზინებათ, ტკბილ ძილს გისურვებთ, მეგობრებო. აბა თქვენ იცით. Peace out.